მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც ერთგულად მიყურებთ და არიშურებთ უკავშირს სხვადასხვა ფორმით და რა თქმა უნდა, თვითონ თქვენთაგანს გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ყოველივე არ ვიცი, სიკეთეს, რაც კი ამ სამყაროში არსებობს და თქვენი კეთილი სურვილების ასრულებას. თუ ვინმე სტუმარია ჩემს არხზე პირველად მოხვდით და ასე ვთქვათ დებიუტი შედგა ჩემი და თქვენი ურთიერთობის, ასევე გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და მიხარია ალბათ რაღაცისთვის ეს ინფორმაცია საჭირო იყო და შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში, ამიტომ იმედია ჩემს მიერ გადმოცემული ამბავი, რჩევა, რეკომენდაცია თუ ისტორია თქვენ რაღაცაში წაგადგებათ. კარგით, პირველი მეორე ვარიანტი. ვნახოთ რას გიმზადებთ სამყარო, კოსმოსი, ხო? ენერგიები დღეს ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება, ასევე პოტენციური შემთხვევები და მოვლენებიც პროპორციულად ძალიან დიდი სიხშირით იცვლება და სულაც არ გვაწყენდა ესე ორ კვირაში ერთხელ აი ამ თემის ასე ვთქვათ გადავლა, ხო? ნახოთ აბა, რას გიმზადებთ სამყარო, პირველი მეორე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ხო, აქვე მინდა გითხრა, რა ვიცი, თუ ვინმეს რომელიმე დასტა განსაკუთრებით გიზიდავს და გინდათ, რომ დასტაზე ვიმუშაო, მომწერეთ ხოლმე და არც ეგ არ მეზარება გავითვალისწინებთ თითოეულ თქვენთაგანის თხოვნას. რაც ძალიან ჩქარობს ამბები და ნეტა რა ამბები ჩქარობს, ხო, შვიდიანი კვერთხები, ჩქარობს ის მომენტი, რომ რაღაცა თქვენი უნდა დაიბრუნოთ, ან უნდა მიაღწიოთ, რაღაც მოკლედ თქვენი წილი, ადამიანის სიტუაცია, ხო, ვნახოთ ეხლა რა გარემოება, თქვენს ხელსა და გულში უნდა აღმოჩნდეს. რა უნდა? ოხოხო. სამი მაღალი არკანი მიკავია მეგობრებო ხელში, ოღონდ ეს მარტივი არ იქნება. აქ რა დარჩა და რატო დარჩა? რა უცნაურად დაიწყო გაშლა და მეოთხე მაღალი არკანი დამრჩა დაბლა იეროფანტის არკანი და რაღაცა ძალიან ისეთი იშვიათად ვცდილობ ხოლმე ვიხმარო ეს სიტყვა საბედისწერო, მაგრამ ცალსახად საბედისწერო ამბები და ვინმე კვერთხების რაინც ან ქალიშვილს უკავშირდება, დედა რა ხდება? კაცო აშკარად კარგად ვარ და ხელებიც არ მიკანკალებს. და კიდევ მაღალი არკანები და ერთი ორი გოგო გიცანით. თქვენი ენერგიებით გიცანით. კაი. ნახოთ ახლა ვისთვის არის გაშლა, ხო? ოპა. ნამდვილად არ ველოდი ამ არკანს ასეთი წინასწარ გადმოცვენილი ბრჭყალებში არკანების ფონზე, რა გჭირთ? ვერ ვიტყვი, რომ აქ ასეთი ტიპის ადამიანი მიყურებთ და თქვენი იდენტიფიცირება ამ არკანით შემიძლია მოვახდინო, აქ უფრო მგონია, რომ ენერგიებს მიყვებით, რაღაც სერიოზული კრახი განიცადეთ, უფრო მგონია, რომ ფინანსურ ნაწილში, სამსახურებრივი ნაწილში, თუმცა ცოტა ისე ფართო სპექტრითაც რომ მივუდგეთ, არ გამოვრიცხავ, რომ პირად ცხოვრებასაც ეხებოდეს. თქვენ თვითონ აი როგორი ტიპის და ბუნების ადამიანი ხართ, იცით, არ გაშინებთ არაფერი, ანუ ნებისმიერი სიტუაციის ხელახლა დაწყება შეგიძლიათ, ნებისმიერ სიტუაციას შეგიძლიათ შეხედოთ ისე, როგორც ანუ აი რაღაცა გაფუჭდა, მივუტრიალდები და გავასწორებ, გავაკეთებ, ხო? მე ვერ შევძლებ ვიღაცას დავიხმარ. ყოველ შემთხვევაში მუდმივად ვცდილობთ რომ მიაღწიოთ ბალანსს, ნახეთ, ოქროს შუალედი იპოვეთ, ჰარმონია იპოვოთ, ხო? მიწიერსა და არამიწიერსა და მიწიერს შორის, ხო? მატერიალურ და არამატერიალურ სამყაროს შორის. გამოგდით?
ხო, ხშირად თვით აი ხო, მოდი ვიტყოდი ამ სიტყვას, თვით ცენზურა გიშლით ხოლმე ხელს. შეიძლება რაღაცა საკუთარი თავის რწმენა ამ წუთას ცოტა დეფიციტში გქონდეთ და კი ბატონო, აი როგორი მომენტი გაქვთ, იცი არჩევანი, ბევრი გაქვთ პრაქტიკულად თქვენს ხელშია ყველაფერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გზას ვერ ხედავთ და მუდმივად რაღაცა მიჯნის სიტუაციაზე ხართ, ხო, გზაგასაყართან გახართ მუდმივად და ეს რატომღაც მგონია ისეთი ენერგიები მომდის რომ თქვენ თვითონ იბოჭავთ თავს რაღაცა თქვენივე სტერეოტიპებით და თქვენივე შექმნილი რაღაც პოტენციური სურათებით ასე ვთქვათ. კარგით, ვნახოთ ეხა ამ წუთას კიდევ მაჩვენეთ აბა ენერგიები რა ხდება თქვენს თავს. აბა ის რას უკავშირდებოდა? აჰა. და ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ ესე იგი პენტაკლებთან სტაბილურობასთან მაქვს მაღალი არკანი ეშმაკის არკანი ნუ ეშმაკის არკანი თქვენ იცით რომ მაინც დესტრუქციული არკანია ხო მაინც რაღაცა თავის თავში ისეთის მატარებელია რომ თლად ვერენდობი ვერ მოყვები ვერ მოკლედ რაღაცა ისეთს შეიცავს ხო თავის თავში არაჯანსაღს არ ვიცი შესაძლოა ვიღაცას ვალი გაქვთ კრედიტი რომელსაც ან თავგეგმავა დაიღეთ ვერ გათვალეთ რაღაცები და დღეს ამ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდით შესაძლოა ვიღაცა აზარტული თამაშებით იყავით დაკავებული ხო არ ვიცი მე რა ქალებიც თამაშობენ მიუხედავად იმისა რომ აქ მამაკაცების მიყურებთ ხო ან შეიძლება ვიღაცას ასესხეთ არასწორ ადამიანს და ის თანხა ვეღარ დაბრუნდა ნუ ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით თქვენ სტაბილურობასთან რაღაცა მთლად დალაგებულად ვერ არის და ცდილობთ რომ კი ნახეთ ძალა მოიპოვოთ რაღაცნაირად იპოვოთ გამოსავალი იმისთვის რომ თქვენ ისევ თქვენს ასე ვთქვათ ცხენზე ამხედრებული თქვენი კვერთხით გაღიაროთ საზოგადოებამაც პირველ რიგში თქვენ აღიაროთ საკუთარი თავი და იყოთ თვითკმაყოფილი და ასე ვთქვათ დამკვიდრებული იმ სოციუმში სადაც მოქმედებთ ხო თქვენი ციტექვსიანი კვერთხები ეს არის აღიარების გამარჯვების სიმბოლო წარმატების სიმბოლო და მე მგონია რომ მაინც აქეთ მიდის დღეს თქვენი სიტუაცია კი ბატონო ვთქვი და დამიდასტურა კიდეც არკანმა იმპერატრიცის არკანით და აი ნახეთ მიუხედავად იმისა რომ ეს რაღაცეები თითქოს პრობლემური გახდა და თითქოს რყევები წავიდა თქვენს ფინანსურ ნაწილში არა თქვენ მაინც იპოვეთ გამოსავალი უკვე მგონია რომ უკვე ნაპოვი გაქვთ გამოსავალი თუ არა აი კარგად ჩამოყალიბებული გეგმა და სამომავლო ხედვა მაინც გაქვთ იმისთვის რომ რაღაც ახალი დაიწყოთ იმისთვის რომ თქვენი იმპერატრიცის ან თქვენი ენერგიები დაიბრუნოთ თქვენი ყოვლის შემძლეობა თქვენი სიძლიერე ხო ანუ თქვენ ისეთი ენერგიების მატარებელი ადამიანი ხართ რომ პრინციპში როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვიცით თუ ვინმეს რამე გამოუვიდა მე რატომ არ გამომივა ხო არ ხართ ისე რომ აი ვაიმე დავკარგე და დავჯდები და ვიტირებ და ვინერვიულებ და რამე არა იმ ნეგატივზე არ ჩაიციკლებით პირიქით შეაფასებთ სიტუაციას და მყისიერად ეცდებით რომ რაღაცები გამოასწოროთ ძალიან კაი ენერგიებია ეს ენერგიები ნახოთ მომავალში ფინანსებთან დაკავშირებით და ნუ ზოგადად ხო მატერიალურ სივრცეში სამსახურია თუ რა არის რას გიმზადებთ სამყარო და პირად ცხოვრებაში რას გიმზადებთ უახლოეს პერიოდში სამყარო ფინანსებს რაც შეეხება ნახეთ მე ჰაერზე არ მithქვამს მეგობრებო რომ რაღაც ახლის დასაწყისი არის თქო ორი პაჟის ენერგია მაქვს ბოდიში პაჟის ენერგია მაქვს და რაინდის ენერგია მაქვს რაღაცა გადაწყვეტილებების ზღვარზე ხართ ცალსახად ნუ ფინანსებთან დაკავშირებით როცა ვკითხულობ და აქ შეყვარებლების არკანია მომდის ეს მაინც არჩევანის არკანია ხო მაინც მგონია რომ რაღაცებში ვერ ყალიბდებით თითქოს ჭოჭმანობ თითქოს აი როგორ მომენტში ხართ ისიც აქეთ თუ იქეთ არადა რეალურად შანსები გაქვთ და თქვენ აი ამ შანსებს სწორადაც გამოიყენებთ ანუ აი სწორი მიდგომა გექნებათ ნახეთ ცეცხლოვანი მიდგომა აქვს ხო კვერთხების რაინც ანუ კი იმპულსურია კი ემოციურია კი აი ისეთია რომ ფიცხიც არის ზოგჯერ ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამარჯვებისკენ ორიენტირებულია მიზანზე ორიენტირებულია ნახეთ როგორი ადამიანია აი დააკვირდით ახლა რა უნდა ვთქვა ის კი არ უნდა რომ მე მომეცი უფლება მე მომეცი მიზანი რომ ამ მიზნისთვის ვიბრძოლო და ეს ძალიან მაგარი რამეა ცხოვრებაში მეგობრებო
მშვენიერი ენერგიებია. მოდი მაინც ერთი არკანით დავამატოთ. გამოგივათ ეს დასაწყისი, კარგი დასასრულით. ახალი მთვარე ნამდვილად გამოგივათ მეგობრებო და დასტის ფონი მაქვს პენტაკლების ტუზი აუცილებლად ფინანსური სტაბილურობა და წარმატება თქვენს ხელთ იქნება თორე აგერ ნახავთ თქვენ და აგერ ვიქნები მეც რაც შეეხება პირად ცხოვრებას ხო პირად ცხოვრებაში რაღაცა სამთავრებთ მგონია რომ რაღაცა ურთიერთობას რომელიც სხვათა შორის არ იყო ცუდი ურთიერთობა რაღაცა დასასრულისკენ მიდის თითქოს რაღაცა ადამიანი რომელიც თქვენ ცხოვრებაში იყო ცივ ენერგიებშია გადასული არა და რეალურად როგორი შეგრძნება გაქვთ იცი რომ თან თითქოს კონფლიქტური ენერგიებია თან თითქოს გაცივდა თითქოს რაღაცა ისი აღარ არის თითქოს რაღაცა სფერი დაეკარგა მაგრამ რეალურად ეს ადამიანი თქვენთვის როგორც დასაყრდენი როგორც მეგობარი როგორც აი უპირობოდ ნებისმიერი სიტუაციის ისია და არადა გრძნობთ რომ რაღაცა დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ეს დასასრული მოგწონთ თქვენ? ისეთი ენერგიებია რომ მგონია რომ სულაც არ გინდათ რომ ეს დასასრული იყოს. არა, არ გინდათ, იმიტომ რომ ემოციები ისევ გაქვთ, აბა რატო თუ ეს თქვენი ილუზიაა რომ დასასრულისკენ მიდის და რეალურად არაფერიც არ მიდის დასასრულისკენ. ნახეთ, ხო, თქვენ არ გინდათ ამის დასრულება, პირიქით, რაც არის, აი ეს ებღაუჭებით იმ სიტუაციას, რომ ნეტა არა. მაგრამ აქ რაღაცა გარე ფაქტორები არის. არ აქვს მნიშვნელობა ამას, ხო, მესამე პირია, სიტუაცია, ფინანსებია, შვილებია, დედა თუ მეზობელია თუ დეიდაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა. რაღაცა მესამე ფაქტორები აქ მაქვს. ხო, აი ნუ მთვარის არკანითაც რაღაცა ისეთი გაურკვეველი სიტუაციებია. უფრო მოდი ესე ვიტყოდი რა, თავიდან სწორად მივხვდი და სწორად წამოვიდა ინფორმაცია, რომ თქვენ გაქვთ შიში რომ ეს ყველაფერი მთავრდება რაღაცა ჩიხში შევიდა თითქოს თქვენი ურთიერთობა და თქვენი სიტუაცია და მაგრამ არა ეს მხოლოდ არა ამდენ ემოციებში ვარსკვლავის არკანი. ან შეიძლება როგორი მომენტი გაქვთ, იცით, მანძილზე ხართ, სხვა ქალაქში ხართ, სხვა რეგიონში ხართ, სხვა ქვეყანაში ხართ. ან სულად შეიძლება არც ხართ მანძილი ჩორს, მაგრამ დისტანცირება მოხდა ემოციური, რაღაცა გაიყინა, რაღაცა დაშორდა, რაღაცა ერთმანეთს აცდა და აი ამან გაფიქრებინათ ის რომ ყველაფერი მთავრდება და რომ ყველაფერი მოძველდა და რომ ასე ვთქვათ დასასრულისკენ წავიდა, მაგრამ არა რეალურად ეს ასე არ არის. ამ ტრანსფორმაციას თქვენ ძალიან სწორად გაივლით და რა იქნება მერე სხვათა შორის გექნებათ აი ესეთი საკმაოდ დიდი აი წყალებში შენჯღრევები ხო რომ აი ნუ იფიქრებთ რომ მორჩა ახარა და როგორღა უნდა იყოს აწი მაგრამ გაარკვევთ მორალურ სამართალზე გავა ეს ყველაფერი აქ უფრო იურიდიულს არ მგონია და ნახეთ როგორი მომენტი გექნებათ იცით მოიცა დავაზუსტო აქ არ გამოვრიცხავ რომ რაღაცა პერიოდი ერთმანეთისგან აი როგორი დისტანცირება და აი ერთი წამით ჯერ იმათ ჩვენს ნათქვამს დაუბრუნდები რომ ეს უფრო ილუზორულია თქვენი დაშორება მაგრამ ერთი პერიოდი როგორი სიტუაცია გექნებათ იცით აი ორივე დისტანცირდებით არც ხმა არც კრინტი არც მოძრაობა თითქოს არ ვარსებობთ აი ესეთი პერიოდი მოგივათ გავყუჩდი, გავჩუმდი, არც გამარჯობა ვთქვი, არც ნახვამდის ვთქვი, არც მან არაფერი არ თქვა და აი ერთგვარი რაღაცა ჩიხი შევქმენით, ხო, ერთგვარი რაღაცა კედელი აღმართეთ. განდგილში გავედით ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ნახეთ, აი როგორი მომენტი იცით, რომ მე გავედი იმისთვის, რომ რაღაცეებზე დავფიქრდე, რაღაცეები გავასწორო რაღაცეები, აი ნუ როგორ თქვა, შევაფასო, ან თუნდაც ვიბრძოლო, ხო, იმ სიტუაციისთვის, რაც რეალურად მაწუხებს და მჭირდება. დასტის ფონი ძალა, მაგრამ არა თქვენ ძალას იპოვით და მე რა იქნება? ნუ არ ვიცი შეიძლება ბოლოს ქორწილითაც დაგისრულდეთ. ნუ ქორწილით თუ არა, ყოველ შემთხვევაში სტაბილურ ურთიერთობაში ცალსახად გადავა ეს ყველაფერი. თუ ვიღაცა ელოდებით ვიღაცის, ასე ვთქვათ, ოჯახიდან წამოსვლას, შეიძლება ეს ოჯახიდან წამოსვლას მოხდეს მეგობრებო და რეალურად აი ზუსტად 6-იანი პენტაკლებით აი იმ სიტუაციას დაუბრუნდეთ, ხო, ხელი ხელს, სული სულს, გული გულს, რაღაცა ესეთი
მომენტით და კი ბატონო, ნახეთ, სტაბილურობასთან ერთად დაგიბრუნდეთ ისევ ემოციები და დაგიბრუნდეთ ისევ აი ურთიერთკაკება. არა, აქ სირთულეები გექნებათ, მაგრამ ეს სირთულეები უფრო რაღაცა საკუთარი აი რწმენის ნაკლებობით მოგივათ, ხო, რაღაცა გაურკვევლობებით, რაღაცა სიშორის გამო, აი პატარ-პატარა წვრილმანების გამო, თითქოს რომელიც რეალურად მე რომ მკითხოთ, წვრილმანზე უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობაში წვრილმანია, მაგრამ არა, დაგილაგდებათ მე ეს ყველაფერი და ისევ მოგიგვარდებათ მეტნაკლებად ურთიერთობები. ისევ არკანი ძალა გადმოვარდა. და რატო ვერ ვეშვები, რაღაცა მინდა გაგრძელება, რამე დაგვაკლდა. კაი, მოდი ერთი არკანი ზოგადი ენერგიები მანახე აბა. კი ბატონო, ნახეთ თავიდანვე თქვენ სხვათა შორის სიგნიფიკაციაში ჩამოგივიდათ ეს არკანი. თქვენ გექნებათ შესაძლებლობები, თან ძალიან უამრავი შესაძლებლობები ახლის დაწყების. თქვენს ხელთ არის ყველაფერი, მთავარია რომ ეს შენიშნოთ, მთავარია რომ ეს თქვენ დაინახოთ და რაც მთავარია თქვენ ირწმუნოთ უბრალოდ საკუთარი თავის, ხო? არ გქონდეთ აი ესეთი ნიჰილისტური განწყობა და სკეპტიკური განწყობა ყველაფრის მიმართ და კიდე აბა ერთლა. არა, მეგობრებო, ძალა, არკანი ძალა. პრაქტიკულად აი ჩათვალეთ, რომ თქვენს ხელშია ყველაფერი, ხო? თქვენ შეგიძლიათ აშენებაც და განადგურებაც, ხო? და თქვენს ხელშია ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ მართოთ ნებისმიერი სიტუაცია ისე როგორც თქვენ გჭირდებათ. მადლობა პირველ ვარიანტს დაგემშვიდობებით და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტში რა ამბებია. მოდი მეორე ვარიანტში რატომღაც ახლა მომინდა რომ დასტა შევცვალო. და მეორე ვარიანტს გავშლი ტყის ჯადოქრების ტაროზე. ერთი წამით მეგობრებო, ასე ჯობია. მაინც ენერგიები რომ არ და ვნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა? აქ უფრო რაღაცა მშვიდი გაწონასწორებული ხალხია, სულაც არ ჩქარობთ, სულაც არ ღელავთ. და არც არკანები ჩქარობენ. ვისთვის არის გაშლა მანახე? ოპა! სამყაროს არკანი. მეგობრებო, არ ვიცი ვინ მიყურებთ, არა კი ვიცი, ახლა 1-2 ვინც მიყურებთ, მაგრამ 1-2 არა რამდენიმე. მოდი პირდაპირ კეთყვით. დიახ, არ მომერიდება ამისი თქმა, თქვენ ხართ სამყაროს რჩეული ადამიანები. აი ეს ადამიანები პროგრამით რომ იბადებიან. თავიანთი მისია რომ აქვთ, ხო, არიან სამყაროში უპროგრამო ადამიანები, რომელსაც არავინ არაფერს არ სთხოვს. ყოველ შემთხვევაში აქ და ახლა იცეკონ, ითამაშონ, წავიდნენ, წამოვიდნენ, იქეიფონ, არაფერი მოეკითხებათ, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც ძალიან მკაცრად მისდევს კუდში. ვინც გინდა დავარქვათ, ხო, ანგელოზი დავარქვათ, არ ვიცი, გამჩენი დავარქვათ, ღმერთი, რაც გინდათ დაარქვით, სამყაროს ძალა, ხო? სხვადასხვა სარეპლობის ადამიანები მიყურებთ, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ის თავარი ღმერთი გამჩენი, ხო, სამყაროსი ერთია. ჩვენ რაც ახალს დავარქმევთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ უფრო მეტიც აი გაჩენილი ხართ იცირისთვის, რომ სამყაროსთვის რაღაც მოიტანოთ. მე შემთხვევით არ ვთქვი, რომ პროგრამიანი ადამიანები ხართ თქო, ხო? ანუ თქვენ არ გეპატიებათ ის, რაც ეპატიება სხვას. თქვენ მეტი გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ, თქვენ მეტი რესურსის გაღება მოგიწევთ. ოღონდ სწორად გაღების შემთხვევაში მეცაც მიიღებთ სამყაროსგან. თქვენ ხშირ შემთხვევაში აი არ ვიცი, პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან დიდი შესაძლებლობა ხართ სხვა ადამიანებისთვის. რესპექტ პატივს ქეთს ვიხრი თქვენს წინაშე, ვინც ახლა აი ამ ვარიანტს უყურებთ. და ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ ზოგადად. რა ხდება, რამე გვიჭირს, ვინმე ხომ არ ავადობთ, რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ ჯანმრთელობის, აქაც ფინანსური მომენტები მოდის თითქოს, მაგრამ რაღაცა როგორ გავს დასტა შევცვალე, მაგრამ ძალიან გავს მეგობრებო პირველ ვარიანტს. ანუ რეალურად რაღაც არასტაბილური სიტუაციიდან ფინანსური პირადი არ აქვს მნიშვნელობა, ხო, საზოგადოებრივი. თქვენ ეძებთ სიტუაციას, რომ რაღაცნაირად ეს დააბალანსოთ და ასე ვთქვათ, სათქონოდ მოატრიალოთ და გამარჯვებით დაასრულოთ ის სიტუაცია, სადაც დღეს გარღვევა გაქვთ, სადაც დღეს რაღაცა კრიზისია, ხო? და სხვათა შორის ცდილობთ, რომ მიაღწიოთ ემოციურ
ბალანსსაც. ნახეთ რა საინტერესოა. ამ დასტაში ეს არკანი არის ძალიან ისეთი რვიანი ხმლები დააკვირდით, მე ზოგადად ძალიან არ მიყვარს ეს არკანი არც ერთ დასტაში, მაგრამ რვიანი ხმლები ეს იცით რომელი ის არის როგორ მიგანიშნოთ აი საკუთარ თავს რომ პრაქტიკულად გასული რომ ხარ ხო აი ორგანიზმიდან, სხეულიდან და რაღაცა უკვე სხვა რეალობაში რომ გადადიხარ, იმდენად ცუდად ხარ, იმდენად დაჭრილი ხარ, იმდენად განადგურებული ხარ, ხო? ანუ შენი ანარეკლი ღარჩება რაღაცა თითქოს ამ მიწიერ სამყაროში, აგერ აქ წყალზე გოგონას ფეხები ჩანს ხო მხოლოდ. მაგრამ დააკვირდით აი ამ ხანჯლების ზემოთ არის არც ერთი ხანჯალი მას არ ეხება. არა და გოგონა თითქოს შებოჭილია, ნახეთ თოკით, თვალებზეც დოლბანდი აქვს აკრული და მოკლედ კაცმა არ იცის რა ბედი ელოდება. რეალურად აი ამ ემოციური მომენტიდან და აი ამ მძიმე ფონიდან გინდათ გამოსვლა, რომ ისევ ის სამყაროს მადლი და სამყაროს გამბოძებული დადებითი მაპატიეთ ემოციები დაიბრუნოთ, მაგრამ აი ჩაჭედილი ხართ რაღაც სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ენერგიები ტრიალებს და თითქოს აი უცებ ხალისი მოგივათ, უცებ რაღაცა რწმენა დაგიბრუნდებათ, მე ისევ ძალიან არასტაბილური ემოციური კლიმატი გაქვთ. შეიძლება ვიღაცას რჩევასაც ეკითხებით, მეგობრებო, ვიღაცად გახართ ლოცულობთ, არ ვიცი, ეკლესიის ტაძარს აკითხავთ, მოძღვარს აკითხავთ, შეიძლება ვიღაცამ გულწრფელად გეტყვით და თავის ლექტორს ან მასწავლებელსაც კი მიაკითხა, რომ რჩევა აიღო ხო, ვიღაცა ისეთი არ ვიცი, ავტორიტეტული ადამიანისგან კი, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში თითქოს თვლით, რომ ძალიან ბევრი რისკი ღირს გავწიო თუ არ გავწიო. რაღაცა ცეცხლს ხომ არ ვეთამაშები. შესაძლოა ვინმე ადამიანის გამოც ძალიან ისეთ ცუდ სიტუაციაში ხართ დღეს ჩავარდნილი, კი ბატონო და აქ პირადი ურთიერთობების კრიზისიც მოდის. ნახოთ ახლა კარგით. ეს რა გადმოფრინდა იმპერატრიცა მშვენიერი, მაგრამ რას უკავშირდება ვნახავთ. კიდე გადმოფრინდა გამარჯვების არკანი. არა, რატომაც მგონია, რომ ეხა მომავლის ენერგიებს რო ვნახავ, აბსოლუტურად სხვა სურათი მექნება. ანუ კი, გამოხვალთ იმ სიტუაციიდან. თორე აგერ ახლა გავშლი თქვენს თვალწინ ამოვიღებ არკანებს და ნახავთ. ფინანსებში უახლოესი ენერგიები რა შეიძლება იყოს და პირადში რა შეიძლება იყოს. აბა მანახე ფინანსებში მე გეუბნები თქვენ ეს არკანი ჰაერზე არ გადმოფრინდა. თქვენ ძალიან ისეთ იცით როგორ ძალიან პრაქტიკულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ბოლოს და ბოლოს წერტილია თუ ადასასმელი დასვამთ, თუ ახალია დასაწყები დაიწყებთ. თქვენ თქვენს მიზანს მიაღწევთ მეგობრებო და გამარჯვებით დაგიგვირგვინდებათ ფულადი ენერგია. ყოველ შემთხვევაში აქ მე დეფიციტს და მინუსებს ვერ ვხედავ, პირიქით წინსვლა და წარმატება. რაც შეეხება პირად ცხოვრებაშიც გამოდიხართ აი ამ მდგომარეობიდან. სირთულეები მრავლად გექნებათ, აი შეიძლება იცით როგორი მომენტი გქონდეთ, რომ არ გამოურიცხავ აქ სხვა ვიღაცებიც იყვნენ ჩართულები, მესამე ფაქტორები, არა აქვს მნიშვნელობა ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ იქნება სიტუაცია თუ ადამიანი, მაგრამ თქვენს ასე ვთქვათ, გამარჯვებას იზეიმებთ და უფრო მეტიც შეიძლება აქაც აი ოჯახური არკანები ამოვიდა, ოჯახის ენერგიის არკანები ამოვიდა და არ გამოურიცხავ რომ სიკეთით всё, გავიკე. სიკეთით დაგისრულდეთ. ნახეთ, თქვენ აი ამ უარყოფითი ენერგიებიდან გამოხვალთ, დაემშვიდობებით ნეგატიურ სიტუაციებს, მოიხერხებთ, არ ვიცი როგორ და რანაირად, რომ აი ამ კრიზისიდან გახვიდეთ. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ რეალურად დატოვოთ რაღაცა სიტუაცია, ვიღაცა ადამიანი, ტერიტორია, მაგრამ მოიცა ეს ახალია ვინმე ვისთანაც აი ესეთი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ
სიყვარულის, ურთიერთგაგების, მზრუნველობის და რასაც მართლა შეყვარებულობის ენერგიები ქვია. ახალია თუ ძველია? ახალია თუ ძველია? როგორ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აქ რაღაცა სამკუთხედის ენერგია მოდის, მაგრამ არა, აქ ძველია, მეგობრებო. აქ ძველია, მაგრამ ნახეთ, ყველაფერი დაინგრა, თუმცა რაღაცები გადარჩა. აქ ძალიან მიყვარს ეს არკანი, ნახეთ, არ ვიცი, ისინი მაჩვები არიან თუ თხუნელები არიან თუ ვინ არიან, ადამიანები ცვივიან, იწვება ყველაფერი და ისინი დაბლა ესე პლეთს თუ პრეზენტს რომ ვეძახით თუ რა ვიცი, რაღაცას აფარებენ, ხო, ეს ადამიანები არ დაცვიდნენ მიწაზე და არაფერი იტკინონ. ძველი მოდის ეს ყველაფერი და თან იცით როგორ მოდის, რომ ახალი ენერგიებით, აი იმ განდეგილობიდან, აი იმ ცალ-ცალკე ყოფნიდან გამოხვალთ და მგონია რომ აქ ძალიან დიდ დროს თქვენი ინტუიცია, თქვენი შეიძლება რაღაცებს манипуляციობთ კიდეც, არც მაგას გამოვრიცხავ. ეს იქნება манифестация, ეს იქნება მედიტაცია, ეს იქნება რაღაც, არ ვიცი. სხვადასხვა ხერხი, თუნდაც ლოცვა, ხო, მაგრამ აქ ძველი ადამიანი ბრუნდება, მეგობრებო, აქ არა, აქ ახალს ვერ ვხედავ. მადლობა. ეს იყო დაგემშვიდობებით და ამ გაშლის მერე ჩაგიწერთ თქვენი რჩეულის ენერგიებს, რა ხდება მის სახლში, გულში, გონებაში, რა ვიცი, ზოგადად მის ცხოვრებაში. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.